მოგესალმებით, ბედნიერ დილას და დღეს გისურვებთ ყველას. ასევე, როგორია ტენდენციები ამ კვირაში? ნუ მოდით თქვა ზოგიერთისთვის ცუდი, ზოგიერთისთვის კარგი, სხვადასხვანაირი მიყვეთ. მოდით თანდათან ცვლილებას ვერძი ერთ-ერთი ფავორიტია. ამ კვირისა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი პერიოდი, როდესაც ვერძი იქნება საოცარი შარმის მატარებელი. ამიტომ ის დავსაცნობს კესის პარტნიორებს. ძალიან კარგი ურთიერთობა შეგიძლია დაამყაროთ ახლობლებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან მიმართებაში, ხელმძღვანელებთან, შეიტანს სიახლეებს ურთიერთობებში. ეს არის პერიოდი ძალიან კარგი, რომელიც ხელს უწყობს სოციალური და პროფესიონალური თქვენი სტატუსის მომატებას და პოპულარობის ზრდას საზოგადოებაში. ამიტომ იაქტიურებთ. კურო სხვათა შორის სუდად არგზნობს თავს, სტაბილურია ეს პერიოდი მისთვის, ძალიან კარგია სხვათა შორის მინდა გითხრათ სასიყვარულო პარტნიორული ასევე საქორწინო ურთიერთობებისთვის და ბავშვის ჩასახვისთვისაც კი. და კიდევ სანათესაო ახლობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ეს არის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს, მოდით ვთქვათ ასე კომერციული ნიჭის ახლებურად გამოვლენას კუროში. ამიტომ პერიოდი საკმაოდ სტაბილური და კარგია. ტყუპები მთავარი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, იმიტომ რომ ეხლა იმყოფება ტყუპების ზოდიაქოში. ეხლა თქვენი დროა შემოკარგება და განსაკუთრებით უკვე 27 რიცხვიდან. აი დღეს და ხვალ ცოტა კიდევ რთული ნეგატიური გეომაგნიტური დღეებია. აი 4 შაბათიდან უკვე ყველა იგრძნობს, რომ თანდათან მოემართებათ ენერგოტონუსი, განსაკუთრებით ტყუპებს, იღბლიანობა თქვენს მხარეს იქნება. აქაც მატულობს საოცრად შარმი და გონება, מחვილობა, თქვენი იდეები იქნება ძალიან ნაყოფიერი, ძალიან პერსპექტიული და რასტოვარი ხალხს შეუწყობს შემდგომ პროფესიონალურ განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პირადი ურთიერთობებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი გეწყებათ. რასაც ვერ ვიტყვი კერჩხებზე, კერჩხებს პირიქით ენერგოტონუსი ფუნქციონირება, გონება განწყობა, ასევე არასტაბილური ხდება, ამიტომ შეიძლება გახდეს დაძაბულობის მიზეზი როგორც სახლში, ასევე სამსახურში. მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს ამ პერიოდში, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ახალი მნიშვნელოვანი იდეების, პროექტების განხორციელებას, ვეცადოთ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. წლის განმავლობაში იწყება აქედან თქვენს ცხოვრებაში, ვეცადოთ მშვიდად დანაკარგების გარეშე გავლოთ იგი. ლომი სტაბილური, ფიქსირებული ნიშანია, რო ეთქვა ასტროლოგიაში. სტაბილურად რო არის. მეტ ნაკლებად იგი ინარჩუნებს კი სტაბილურ, ნუ ეხლა არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი უკვე ლომის ზოდიაქოშია, რამდენი თვე და კიდევ გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე. ამიტომ ლომი ერთ-ერთი ფავორიტია, ასე რომელიც ხელს უწყობს კონტაქტებს, შეხვედრებს, მრავალფეროვან, ასე ვთქვათ, ურთიერთობებს საზოგადოებასთან, საუკეთესო მათი ნიჩის და უნარის ორგანიზატორული მონაცემების გამოვლენას, პირადი ურთიერთობების მეტად დალაგებას, აი 27-ის შემდგომ ლომები განსაკუთრებით იგრძნობენ რაღაც ახალი ტალღა წამოვიდა სასიკეთო მათ ცხოვრებაში. ქალწული ცოტა შეიძლება კონფლიქტების წინაშე აღმოჩნდეს ახლობლებთან ურთიერთობებში, მაგრამ ამიტომ გადართავთ ძირითად ყურადღებას თავის ვალდებულებებზე, თავის სამსახურეებრივ საქმიანობაზე და ამით უფრო ადვილად გაევლის ამ პერიოდს. ვერ ვიტყვი რომ ცუდი პერიოდია, მაგრამ გარკვეული დაძაბულობა მას ახლავს და ცოტა მეტად ყურადღება ჯანმრთელობას ქალწულებს. სასწორე პირიქით აქ უკეთესი ტენდენციები განსაკუთრებით 27 რიცხვიდან სასწორები იგრძნობენ რომ უკვე აქტიური მოქმედების დრო მოდის მათ ცხოვრებაში. ეს არის პერიოდი რომელიც ხელს უწყობს სხვათა შორის ახალი კონტაქტების, ახალი ურთიერთობების დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს სხვათა შორის შემდგომი ძირეული ცხოვრებისული მიზნების სწორად დასახვას. პერიოდი ძალიან კარგია პარტნიორული ურთიერთგაგების ზრდისთვის და სხვათა შორის ძალიან კარგია პროფესიონალური განვითარებისთვის. ამიტომ მოემზადეთ აქტიური მოქმედებისათვის. აი მორიელს ცოტა სხვა სიტუაცია. მორიელი უფრო მიწიერი ხდება და მატერიალისტური პრინციპები წინა პლანზე იწევს ამ პერიოდში მის ცხოვრებაში და ხასიათში, მაგრამ შეიძლება ზოგიერთ მათგანს პრობლემები შეექმნას ძველი შეცდომების, ძველი ვალდებულებების გამო, შეუსრულებელი დაპირისპირებების გამო, მათ შორის პროკურატურასთან. შეიძლება ზოგიერთ სასამართლო პროცესების წინაშე აღმოჩნდეს, ზოგიერთ შეიძლება საგადასახადო ორგანოებთან შეექმნას პრობლემები, ამიტომ ამ მხრივ იყოთ მეტად წინდახედულები და ფრთხილები, ანუ გარკვეული სირთულეები შეიძლება იყოს მის ცხოვრებაში. შულდოსანი პირიქით ერთ-ერთი ფავორიტია განთავისუფლდება ძველი ვალებისაგან, ძველი ვალდებულებებისაგან, ეს პერიოდი ახალი კონტაქტებისა, მოგზაურობისა, საინტერესო ინფორმაციის მიღებისა, ამიტომ შანსი წინსვლისა, წარმატებისა, მატერიალური მდგომარეობის გამოჩვენებისა და საზოგადოებაში ავტორიტეტის პირობებში ზრდისა რადიკალურად მაღალია კამნიშანს. თხისკას ასევე პირიქით აქ სირთულეებია, განსაკუთრებით მოგზაურობას არ ურჩევ ნიშანს ამ პერიოდში. კონტაქტები ნაკლებ ეფექტური იქნება ის, რომ დაუშვათ მიიღო მან დაპირება, არ სრულდება ეს დაპირება და მე აქ გამომდინარე გულაცრუება შემოდის
პლუს ამას ემატება ჯანმრთელობის ტონუსის დაცემა. ამიტომ მე აქცევთ ყურადღება ჯანმრთელობას ნუ გადაიტვირთებით და სარისკო მოქმედებებს მაქსიმალურად მოვერდოთ ამ პერიოდში. მერწყულებისთვის პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია თქვენში მათულობს შარმი, მიზიდულობა. მერწყული აქ უფრო ინტუიციური ხდება და სხვა შორის უფრო სწორ არჩევანს აკეთებს, უფრო სწორად აწყობს ურთიერთობებს ადამიანებში. მისი დიპლომატიურობა, კომპრომისის უნარი ამ კვირაში რადიკალურად მოიმატებს 27 რიცხვის შემდგომ თქვენ განსაკუთრებით შეიგრძნოთ ამას კი, ამიტომ სხვა რომანტიკული თავგადასავლებისათვის, სერიოზული ურთიერთობებისა და ქორწინებისთვისაც კი მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება თქვენ ცხოვრებაში, რომელსაც თქვენ ახლებურად გაებწყინებთ და ორიგინალურად გამოავლენთ თქვენ შესაძლებლობებს. და რაც შეეხება თევზებს, აქ ცოტა რთული სიტუაცია, იმიტომ რომ თევზების ენერგოტონუსი კლებულობს, ჯანმრთელობა უკვე არამდგრადია, ემოციური არასტაბილურობა ხელს უწყობს ცოტა ხასიათცვალებადობას და აქედან გამომდინარე საქმეებში წინაღობები უფრო მეტია. ამიტომ მე ურჩევ თევზებს, რომ მეტად გადაერთონ მაგალითად შემოქმედებით მუშაობაზე, უფრო ინდივიდუალურ საქმეებზე, ვიდრე კოლექტიურ საკითხებზე, იმიტომ რომ კოლექტიურ საქმეებში უფრო დაძაბულია ეს ნიშანი, უფრო შეიძლება კონფლიქტური იყოს და ნაკლებად დამთმობი, რაც შეიძლება გახდეს შემდგომი კონფლიქტების მიზეზი. ამიტომ ეცადოს, რომ რაც შეიძლება მშვიდად გაიაროს ეს პერიოდი, განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე, იმიტომ რომ თევზები არ მეგობრობს ტყუპების ზოდიაკოსთან, უჭერთ ურთიერთ გაგება, ძალიან სხვადასხვა პრიზმიდან უყურებენ ერთ და იგივე საკითხს და ეხლა რადგან მზენყოფება სწორედ ტყუპებში, ეს პრობლემები მეტად იჩენენ თავს მათ ფსიქოტიპში და კიდევ ერთი რამ დევერთელ მინდა ყველას ვთხოვო 12 ივნისამდე არ გქონდეთ არავითარი ასე ვთქვათ ურთიერთობა სესხის აღებასთან ან ფულის გასესხებასთან დაკავშირებით. პლანეტა მერკური ხა რომელიც მართავს საკომუნიკაციო და ამ სესხთან დაკავშირებულ სფეროებს უკან მოძრავია და ამიტომ ახლა სესხის აღება შეიძლება ძალიან გართულოს ამ თქვენი ცხოვრება და მე ვერ დააბრუნოთ ეს სესხი რაღაცა სხვა პრობლემები წარმოიქმნას. ამ პროცესებისთვის საუკეთესო პერიოდი დადგება 12 ივნისის შემდგომ. 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს, ესე იგი მიმართავს ბატონო მიხელი, რომ არა იყოს 12 რიცხვამდე, 12 ივნისამდე. კი ბატონო.